მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე კი რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ დაგეკონტაქტებათ მოულოდნელად. დღეს გავაკეთებთ გაშლას სამ პოზიციაზე, თქვენს წინაშე იქნება დღეს სამი პოზიცია. ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით და რა თქმა უნდა გადარჩევა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ პოზიციის თუ თქვენზე არჩეული ვარიანტი არ იქნება რეზონირებული. შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ და ვიდეო მაშინ იწყებს თქვენზე რეზონირებას, როდესაც მას რთავთ და უსმენთ. და ვისაც ჩემთან გინდათ პირადი კონსულტაცია, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის, როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ჩაიფიქრეთ, კერძოდ აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და ინტუიცია გეძახით მისკენ, დღეს ჩაფიქრება ნამდვილად არ გვინდა არავის და პირველი ვარიანტით დავიწყოთ და ვნახოთ ვინ დაგეკონტაქტებათ პირველებო თქვენ მოულოდნელად, ხო, ანუ ვინ შემოვა თქვენთან კონტაქტი იქნება, ვარსკვლავის არკანი ამოვიდა, ეს არის ძალიან ესეთი იმედის მომცემი არკანი, ზოგადად ვარსკვლავი უკავშირდება იმედს, ჩანაფიქრს, სურვილს და ეს არის ზუსტად აი ესეთი პიროვნება თქვენთვის, პიროვნება ადამიანი, რომელზეც ფიქრი და იმედი თქვენ არასდროს დაგიკარგავთ და შეიძლება ახლა დისტანციაზე ხართ ან კონტაქტზე არ ხართ, მაგრამ ყოველთვის თქვენს გულში ცხოვრობს ეს ადამიანი და იმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობა დაკარგული არ არის. ეს მაინც სასიყვარულო ენერგია არ არის, შეიძლება მეგობართან გაქვთ ესეთი დამოკიდებულება, მაგრამ შეიძლება ჩავთვალოთ, რა თქმა უნდა, სასიყვარულო ურთიერთობაც, ხო? ანუ შესაძლო არის, რომ ეს ადამიანი ახლა იმყოფებოდეს როგორც ფიზიკურად, ასევე კონტაქტი არ გქონდეთ და აქედან გამომდინარე იყოს დისტანციაზე. პირდაპირ ნიშნავთ, ეს არის პიროვნება, რომელიც სულ გახსოვთ, სულ გულში გყავთ, ვისთანაც გულის სიღრმეში ყოველთვის გქონდათ იმედი, რომლის იმედით შეიძლება გაქვთ ახლა. გაქვთ ყოველთვის ის განცდა, რომ სიტუაცია გამოსწორდება. და სხვათა შორის მისი გამოჩენა თქვენში ძალიან შეცვლის თქვენს შინაგან მდგომარეობას და დაგიბრუნებთ ჰარმონიას, სიმშვიდეს. და სხვათა შორის ეს იქნება ძალიან კარგი კონტაქტი, არ იქნება არანაირი დაძაბულობა, არ იქნება არანაირი კონფლიქტური სიტუაცია, ეს იქნება ძალიან გულწრფელი, მშვიდობიანი, ძალიან ესეთი ღრმა საუბრები, გაუზიარებთ ერთმანეთს ცხოვრებისეულ ეტაპზე, რა ეტაპზეც ხართ, აი ამ ყველაფერს ძალიან ბევრს ისაუბრებთ. პირველივე კონტაქტზე ეს არ იქნება უბრალოდ მოკითხვა და დამთავრებული ტექსტი, ეს იქნება ღრმა დიალოგი და ძალიან ბევრი ახალი ამბავის გაცვლა ერთმანეთში. და სხვათა შორის აქ ვარსკვლავი ყოველთვის სამომავლო პერსპექტივებზეც გვესაუბრება ხოლმე და ეს ერთჯერადი დაკონტაქტება არ არის, ეს არის სამომავლო პერსპექტივაც. იმიტომ რომ ეს არის გრძელვადიან გეგმებთან და ოცნებებთან დაკავშირებული არკანი და აქედან გამომდინარე რაღაცა შეიძლება დაიგეგმოთ კიდეც. ეს დაგეგმვა შეიძლება იყოს შეხვედრა, შეიძლება იყოს აი მაგალითად დაანონსება, რომ რაღაც მომდევნო თვეებში მე შენს ქალაქში ვიქნები, ესეთი რაღაც, ანუ ესეთ რაღაც გითხრათ ამ პიროვნებამ, რომ აშკარა სურვილი გამოხატოს და გეგმა გამოხატოს, რომ თქვენთან კომუნიკაციის შენარჩუნებასა და გაგრძელებას გეგმავს. და დამშვიდობებით პირველებო, ალბათ უკვე ძალიან ნაცნობი არის თქვენთვის ვისზე არის აქ საუბარი და მე გადავალ ახლა მეორე პოზიციის განხილვაზე გადავიდეთ. მეორე მოგესალმებით, დღეს ვინც ჩაიფიქრეთ მეორე პოზიცია და ვიგებთ ვინ დაგეკონტაქტებათ თქვენ მოულოდნელად და თქვენთან მოდის აი ესეთი მშვენიერი, იდუმალი
არკანი მთვარე. სხვათა შორის მთვარის არკანი ტაროში უკავშირდება ქვეცნობიერ, საიდუმლოებებს, ილუზიებს, ფარულ შიშებს და ზოგადად არის ძალიან ისეთი ღრმა ემოციების სიმბოლო, რომლებიც ესე ზედაპირზე არ ჩანს და მხოლოდ შინაგან სამყაროში ხდება, ხო? აი შეიძლება ეს არის ადამიანი, რომელსაც ხშირად ხედავთ სიზმარში, ან რომელსაც ხშირად თქვენი ქვეცნობიერი რაღაც ნაცნობ სიმღერას, ქუჩას თუ წვიმიან ამინს თუ მზიან ამინს უკავშირებს. ეს არის, ანუ მთვარის არკანი გვეუბნება, რომ და მიგვანიშნავს ისეთ სიტუაციებზე ხოლმე, რომ სადაც ყველაფერი საერთოდ არ არის ნათელი და არის ძალიან ბუნდოვანი და ბევრი გაურკვევლობა არსებობს. შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელთანაც ახლა გაქვთ ძალიან ბუნდოვანი სიტუაცია, არაფერი არ არის გარკვეული, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. და თან რაღაც ინტუიციურად გრძნობთ ამ პიროვნების თქვენ დამოკიდებულებას და თან ვერ ამტკიცებთ, იმიტომ რომ არაფერს ისეც ხელჩასაჭიც არ ამბობს. აი ესეთი პიროვნება გამოდის კონტაქტზე. ანუ თუ კითხვას ესეთი გვაქვს, რომ ვინ დაგეკონტაქტებათ მოულოდნელად, ესე უფრო სწორია რომ ავხსნათ, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც საკუთარ გრძნობებს მალავს. ეს არის პიროვნება, რომელსაც თქვენს მიმართ აქვს ბევრი ფარული ემოცია, ფიქრი, ნოსტალგია, მაგრამ ამას ღიად არ აღიარებს ან არ გამოხატავს და მისი მოულოდნელი, აი ესეთი ძალიან მართლა მოულოდნელი შეხმიანება შეიძლება კი არა და ინტუიციურად ვგრძნობ, რომ სწორედ იმით იქნება გამოწვეული, რომ რაც მასში ამდენი ემოციები არის დაგროვილი და ამდენი ემოციები გადის, ანუ ქვეცნობიერულად მასაც ისეთ რაღაც დაემართება, რომ ემოციები გადაწონის და ვეღარ გაუძლებს, რომ თავი შეიკავოს და არ მოიწეროს. მე მგონია, რომ ეს დაკონტაქტება შეიძლება უფრო იყოს ღამის საათებში. გვიან ღამით შეიძლება იყოს, ანუ ყოველ შემთხვევაში დღის პირველ ნახევარში თითქოს არ ჩანს ეს, აი ყოველთვის მთვარე უკავშირდება ღამის ენერგიას. ან შეიძლება ზუსტად ისეთ მომენტში გამოვიდეს კონტაქტზე, როდესაც მისი ემოციური ფონი იქნება პიკზე მისული და გამწვავებული მონატრება, შეიძლება ეს იყოს ეს ემოციური ფონი და ასე შემდეგ, ხო? და სხვათა შორის აქ მისი SMS-ი იქნება იმით მნიშვნელოვანი, რომ მისი საუბარი შეიძლება შეეხოს ზუსტად იმ თემებს, რაზეც აქამდე დუმდა. ან რაც თქვენ შორის გაურკვეველი დარჩა. ну შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ თქვენ შორის იყო ფარული კავშირი ზოგიერთი თქვენთაგანის შემთხვევაში. და სხვათა შორის თქვენც ამ პერიოდებში ძალიან კარგი აქტიურდებათ მასთან დაკავშირებული შეგრძნებები, ინტუიცია და შეიძლება წინასწარ იგრძნოთ კიდეც, რომ ის აპირებს თქვენთან დაკონტაქტებას და მაინც მთვარის შუქზე ყოველთვის ყველაფერი მკაფიოდ რომ არ ჩანს ხოლმე, აქ მოდის ესეთი სიტუაცია, რომ მთვარის ენერგია მიუხედავად იმისა, რომ ჩანს მისი სურვილი, რომ ყველაფერი ახსნას და რაღაც გაურკვევლობას ფარ დაახადოს, მაინც მთვარის არკანში გვაქვს ხოლმე ესეთი რჩევები, რომ არაჩქარდეთ დასკვნების გამოტანაში, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც შეიძლება პირდაპირ გითხრათ და აღიაროს, მაინც აი დასკვნების გამოტანაში არაჩქარდეთ, პასუხების გაცემაში, აი სპონტანურად და ემოციურ ფონზე თქვენც არ ახვეთ. ანუ ნუიჩქარებთ რაღაც კონკრეტული პასუხების გაცემას ამ პიროვნებასთან და მოусმინეთ საკუთარ შინაგან ხმას და მიეცით სიტუაციას დრო. აი ეს არის მთვარის მაღალი არკანი. დაგემშვიდობებით მეორეებო. გადავდივარ მე ახლა უკვე მესამე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით ჩემო მესამეებო.
და ვიგებთ თქვენს შემთხვევაში ვინ დაგეკონტაქტებათ თქვენ მოულოდნელად და ესეთი საინტერესო არკანი გვაქვს და თქვენთან კონტაქტზე მოულოდნელად გამოდის ადამიანი, რომელიც ახლა შორიდან აქტიურად, ძალიან ინტენსიურად და ძალიან დიდი ცნობის მოყვარეობით გაკვირდებათ. თითქოს აი თქვენზე ან მესამე ადამიანებთან აგროვებს ინფორმაციას და ან ვიღაცებს უსმენს თქვენთან დაკავშირებით, აი ვიღაცებს თქვათ ადამიანები საუბრობენ და ის უსმენს და ან შეიძლება პირდაპირ აგროვებს თქვენზე რაღაც ინფორმაციებს, ხო? პიროვნება, რომელიც დისტანციიდან გაკვირდებათ. შეიძლება ეს იყოს გაწყვეტილი კომუნიკაცია, როდესაც ადამიანი მხოლოდ სტორებზე შემოდის და აღარ შემოდის კონტაქტზე და უცებ ამ სიჩუმეს დაარღვევს. და კიდევ შეიძლება ჩავთვალოთ ადამიანი, რომელიც თქვენივე ინიციატივით ძალიან მარტივად და სწრაფად ერთი ხელის მოსმით გააკრეთ თქვენი კომუნიკაციის წყაროდან, მაგრამ ამჩნევთ, რომ მაინც ვერ გეშვებათ, ვერ გივიწყებთ შორიდან გივლით, ხან იქიდან, ხან აქედან და ზუსტად იმას ვერ ეგუება, რომ მარტივად შეგვეთ მის გაშვებას ცხოვრებიდან და რაღაცა სიმარტივე და მარტივი ენერგია აიძულებს მას, რომ ისევ თქვენს გარშემო ცნობის მოყვარე იყოს და რაღაც მიზეზები არკვევს და რაღაცები ეძებოს, ახსნები ყოველ შემთხვევაში. მაგრამ იცოდეთ, რომ როდესაც კონტაქტზე გამოვა ეს ადამიანი დრამატული და რთული საუბარი არ გელოდებათ. უფრო მოკლე, რაღაც აქ ღრმა საუბარიც არ გელოდებათ, არც ძალიან დრამატული იქნება ეს ადამიანი, მაგრამ არ გელოდებათ მასთან რაღაც ღრმა განხილვა ფსიქოლოგიური ან ფილოსოფიური, ეს იქნება ძალიან მოკლე ტექსტური შეტყობინება, ან სახუმარო ტექსტი, ან სიტუაციის განეიტრალება შეეცდება, პირდაპირ მოგიკითხავთ და მეტი არაფერი თავიდან, რაღაც მოკლედ, კონკრეტულად და მარტივად გამოვა კონტაქტზე. თითქოს იცით როგორი განცდა დაგჭირებათ, რომ აი ჩემი ამბის გაგება მოუნდა და როგორც იქნა ხმა მოიღო, ესეთი ფიქრები შეიძლება გაგიჩნდეთ და და შეიძლება აირჩიოს მან რაღაც პრაქტიკული თემაც, იმისთვის რომ საუბარი უფრო ბუნებრივი მომენტით გაგრძელდეს, ხო? წვრილმანი კითხვა შეიძლება გქონდეს, ან რაღაც დეტალები განიხილოს, ან რაღაც საქმეზე შეგეკითხოთ, რაზეც იცის, რომ თქვენ გაქვთ პასუხი. ყოველ შემთხვევაში რაღაც მიზეზს იპოვის ნამდვილად ეს პიროვნება, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობ, რომ რაღაც ძალიან მკაფიო ტექსტები იქნება. და სხვათა შორის აი შეიძლება ის განცდა გაქვთ, რომ აი როდემდე უნდა იყოს ასე შორიდან მაყურებლის ენერგიაში და როდესაც აი ამ ყველაფერს გაიფიქრებთ, გამოვა კიდეც კონტაქტზე. აი ესეთი პასუხები მივიღეთ. მე დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ დიდ წარმატებას, ბედნიერებას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.